შეთანხმება ირანთან ჩავარდა. ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებამ, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, მშვიდობა არ მოიტანა, მოლაპარაკებები არ განახლდა და ისლამური რევოლუციური გვარდიის უკანდახევა არ გამოიწვია. პირიქით, ამ ოთხშაბათის 2026 წლის 22 აპრილის პირველ საათებში გამოჩნდა დაპირისპირების სცენა, გაყინული. ხოლოდ ქაღალდზე აშშ-ის მიერ შენარჩუნებული საზღვაო ბლოკადით, სრული უნდობლობით თეირანში და სულ უფრო ძლიერი გახლეჩის შეგრძნებით თავად ირანის რეჟიმის შიგნით. ახლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხი გამოწერილი ქონდეს, რათა კარგად ინფორმირებული დარჩე. მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. ნდობით, მილსონ ალვესი, გლობალი. რაც მოხდა შესაბამისად, იყო შემდეგი. ტრამპმა მიიღო პაკისტანის თხოვნა, რომ ზავი უფრო დიდხანს შენარჩუნებულიყო, მაგრამ გადაწყვიტა გაეგზელებინა ირანის პორტების ბლოკადა და მოითხოვა, რომ თეირანმა წარადგინოს ერთიანი წინადადება. მაგრამ ეს მოძრაობა უკვე დაბადებიდანვე დაჭრილი იყო. არც ამერიკული დელეგაცია, რომელსაც ჯეიდი ვენსი ხელმძღვანელობდა, გამოფრენილა ვაშინგტონიდან და არც ირანულ მხარეს დაუდასტურებია მონაწილეობა ისლამაბადში. მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდისთვის მომზადებული სასტუმრო მზად იყო, მაგრამ მოლაპარაკება უბრალოდ არ გაგრძელებულა. ცეცხლის შეწყვეტა ერთპიროვნულ შეწყვეტა ერთპიროვნულად გახანგრძლივდა. გამოცხადდა ზავი, მაგრამ რეალური შეთანხმება არ ყოფილა. ყველაზე მკაცრი უარყოფა ისლამური რევოლუციური გვარდიის ფრთამ წამოიწყო. გვარდიებთან დაკავშირებულმა სააგენტო ტასნიმმა განაცხადა, რომ ირანს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება არ უთხოვია და კვლავ გაიმეორა ცალალის გამოყენებით ბლოკადის გარღვევის მუქარა. მაჰდი მოჰამადიმ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული გახანგრძლივება დროის მოგების მანევრი იყო, მოულოდნელი თავდასხმისთვის და აღნიშნა, რომ ირანისთვის დადგა ინიციატივის აღების დრო. ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქშიმ ირანის პორტების ბლოკადა ომის აქტად შეაფასა. ეს პასუხობს, რატომაც მოხდა მარცხი. ირანის მყარფთასთვის აქტიური ბლოკადის პირობებში მოლაპარაკება კი არა, კაპიტულაციაა. ეს კრიზისი ყველაზე თვალსაჩინოდ ჰორმუზის სრუტეში ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ზავი გაახანგრძლივა, 4 შაბათს ჰორმუზის სრუტეში სამმა გემმა სროლა დააფიქსირა. როიტერსმა დააფიქსირა, რომ რეგიონში სამმა ხომალდმა სროლა მოახსენა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციური გვარდია გემებზე ცეცხლს ხსნიდა და თეირანს ცეცხლის შეწყვეტის მასშტაბის ვეტის მასშტაბის ოფიციალური აღიარება არ გაუუკეთებია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ქაღალდი პაუზაზე საუბრობს, მაგრამ ზღვა პოლიტიკურ ცეცხლში რჩება. ცეცხლის შეწყვეტამ კრიზისი არ განაიარაღა. მან უბრალოდ კრიზისი სხვა ფორმატში გადაიყვანა, უფრო სახიფათო და უფრო გაურკვეველში. ტრამპმა გახანგრძლივება იმით გაამართლა, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად გახლეჩილია და მის ლიდერებს ერთიანი წინადადების შემუშავება სჭირდებათ. ეს ფრაზა ცენტრალურია. ვაშინგტონი თეირანს ერთიან ძალად არ აღიქვამს. ის რეჟიმს გახლეჩილ საკომანდო ცენტრად მიიჩნევს, რომელიც წნეხის ქვეშაა და ერთიანი ხმა არ გააჩნია. ბლოკადის შენარჩუნებით შეერთებული შტატები აჩვენებს, რომ სურს სწორედ ამ სისუსტის გამოყენება, არა მკისიერი შეტევა, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური მარწუხების გამკაცრება, რათა მეორე მხარე იძულებული გახდეს დათმობაზე წავიდეს, ან კიდევ უფრო გაიხლიჩოს. ამიტომ იდეა, რომ სახელმწიფო გადატრიალება თეირანში დაიწყება, არსაიდან არ ჩნდება. ის ჩნდება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნის ფონზე ვრცელდება ცნობები, თითქოს ისლამური რევოლუციური გვარდია რეჟიმის პოლიტიკურ და სასულიერო ფრთას გვერდსულის. ბევრი ინფორმაცია საუბრობს გვარდიის გადაადგილებაზე დედაქალაქის ქუჩებში, აფეთქებებზე რაშტში და თეირანის სამხრეთში. მოსალოდნელია ხმები შინაპატიმრობაზე პრეზიდენტ მასუდ პესაჩკინის, საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღიშისა და მოჰამად ბაქ ხალიფააფის მიმართ. ერთი უნდა დამტკიცდეს. სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს სისტემის კონტროლის აღებას, თუმცა თავად მოხსენება აღიარებს, რომ ამის ნაწილი ჯერ კიდევ დასადასტურებელია. ამასთან ერთად როიტერსმა დააფიქსირა ირანის მთავარი ლიდერების რეაგირების არარსებობა ტრამპის განცხადების შემდეგ საათებში და აღწერა გარემო როგორც სკეპტიკური და ჩაკეტილი. შესაბამისად, გადატრიალება ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ განხეთქილების ნიშნები უკვე იწყებს დაგროვებას. როგორ ვლინდება ეს განხეთქილება? ენით, დუმილით და ქუჩით. ენით, რადგან გვარდია სამხედრო პასუხზე საუბრობს და არა შეთანხმებაზე. დუმილით, რადგან სამოქალაქო ლიდერებმა დაგვიანებით მოახდინეს რეაგირება და ირანულმა მხარემ ერთიანი პოზიცია არ წარმოადგინა. და ქუჩაში, რადგან Associated Press-მა დააფიქსირა მკაცრი ხაზის მხარდამჭერების აქციები, რაკეტებისა და გამშვები დანადგარების დემონსტრირებით, მაშინ როცა პაკისტანელი ოფიციალური პირები ჯერ კიდევ პასუხს ეოდნენ. თეირანიდან იმის შესახებ თუ როდის გაიგზავნებოდა დელეგაცია.
ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ განახდება, სანამ ბლოკადა არ მოიხსნება. ეს აჩვენებს ძალაუფლების ცენტრის ჩაკეტილობას. კაცრი ფრთა ძალას აჩვენებს, დიპლომატიური ფრთა სივრცეს კარგავს და მოლაპარაკება შეჩერებულია. ამ პარალიზების გავლენა ბევრად ცდება ირანს. როიტერსმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა სანქციების კრიტერიუმის გაფართოება, რათა დაარტყას მათ, ვინც სრუტეს ბლოკავს. ასე რომ, როცა შეთანხმება ვერ ხერხდება, ამას მხოლოდ თეირანი არ გრძნობს, მთელი მსოფლიო გრძნობს ამ შოკს. ამით ჯერჯერობით დროს დონალდ ტრამპი იგებს. ის თავიდან იცილებს დაუყოვნებლივ ახალ დაბომბვას, ინარჩუნებს მაქსიმალურ ზეწოლას, საზოგადოებრივ აზრს ინშტაბეჭდილებას უტოვებს, თითქოს დიპლომატიისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას სცადა. და ამავე დროს ისლამური რევოლუციური გვარდია რთული დილემის წინაშე აკენებს. ან დათანხმდება მოლაპარაკება ზეწოლის ქვეშ, რაც შიდა დონეზე ასუსტებს მას, ან უარყოფს ზავს და აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ ირანს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში, ეკონომიკურ კრიზისსა და შიდა დაპირისპირებაში ეკაჩება. ირანულ მხარესაც მკაცრი ფრთა თავის თამაშს თამაშობს. ის უარყოფს გაგრძელებას, რადგან იცის, რომ ზავის მიღება ბლოკადის მოხსნის გარეშე შეერთებული შტატების წინაშე სისუსტის აღიარება იქნებოდა. ამიტომ შეთანხმების ჩავარდნა და შიდა დაპირისპირების დაწყება ერთად მიდის. საბოლოოდ რაც მოხდა, იყო შეთანხმების მცდელობის პოლიტიკური კოლაფსი. ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებით, საზღვაო ბლოკადის შენარჩუნებით, ირანის რადიკალური ფრთის მხრიდან საჯარო უარყოფით, გემებზე თავდასხმებით და რეჟიმის სათავეში განხეთქილების ნიშნებით შედეგი მძიმეა. შეთანხმება ჩავარდა, ზავი ძალის დაპირისპირებად გადაიქცა და თეირანი სულ უფრო გაყოფილი ძალაუფლების შთაბეჭდილებას ტოვებს, ჰაერში გადატრიალების სუნით რეალებს და სტაბილური ხელმძღვანელობა არ ჩანს. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედით კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მილსონ ალვესის გლობალის საზოგადოებაში.